ფასო თანამემამულეებო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად საკმაოდ საინტერესო საკითხი უნდა განვიხილოთ და ეს უკავშირდება უკრაინას, კერძოდ გუშინ პარიზში გამართულ სამშვიდობო ფორუმს, სამიტს, სადაც დეკლარაციაც იყო მიღებული ერთობლივი და ამის შესახებ ახლა დეტალურ ინფორმაციას მოგაწვით თან მაყურებლების გარკვეულმა რაოდენობამ თხოვა ასევე რომ უკრაინაზე გავაკეთო მორიგი ანალიზი და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ მომწონს და ძალიან მიხარია აქტიურობა კომენტარებში, რომელსაც ხედავ, პრინციპში თქვენი მოწოდებები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, რომ ანალიზი გავაკეთოთ, სრულიად მისაღებია და უბრალოდ დრო იქნება საჭირო, რომ ნელ-ნელა ყველა საკითხზე დავიწყოთ საუბარი, ვცდილობ აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი საკითხები დავაბალანსო, ანუ ზოგი თემა არის ძალიან აქტუალური, როგორც იყო ვენესუელა, მაგალითად, როგორც არის ირანის თემა, ან თუნდაც სირიაში ახლა რაც მიმდინარეობს, უკრაინის ან სხვა თემები, ან საქართველოსთან დაკავშირებული თემები, ვეცდებით, რომ რომელიც აქტუალური იქნება, იმაზე ვისაუბროთ, ან როცა იქნება შუალედი გარკვეულ თემებს შორის, აუცილებლად წამოვწევ იმ თემებს, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, თუმცა იმ მომენტისთვის შეიძლება კონკრეტული აქტუალურობის მქონე არ იყოს. სწორედ ამიტომ, მაგალითად, უკრაინაზე ჯერჯერობით ნაკლებს საუბრობდი ამ არხის მეშვეობით. ახლა ეს ანალიზი ეთმობა სწორედ ასეთ საკითხს, რადგანაც ხელშესახები ცვლილება და პრინციპში ინფორმაცია უკვე არის ამ მიმართულებით და მე მინდა დეტალურად გაგაცნოთ. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ვიდეო, ეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ დღეს მივაღწიეთ 1000 გამომწერს და ეს პრაქტიკულად 2 კვირის მუშაობის შედეგი არის. მე ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას. და გპირდებით ხარისხიან კონტენტს, გპირდებით ხარისხიან ანალიზს, სადაც მეტწილად 95% ასე ვთქვათ, ეს იქნება დამოუკიდებელი ნეიტრალური ანალიზი და ძალიან ხარისხიანი, გარკვეული ის დანარჩენი პროცენტებით, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრი და მოსაზრება გაგიზიაროთ სხვადასხვა საკითხზე. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა დაეთანხმოთ, თუმცა შესაძლოა ისე აღმოჩნდეს, რომ თქვენ ან უმრავლესობა არხის გამომწერების ეთანხმებოდეს მათ შორის ჩემს პოზიციასაც და ვფიქრობ, ეს ჩემი სამოქალაქო უფლებების ნაწილიც არის, რომ გაგიზიაროთ ჩემი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც შეგპირდით, ეს ბალანსი მნიშვნელოვნად იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მიუკერძოებელი ანალიზი. თან მინდა ასევე გაითვალისწინოთ, რომ თემების შერჩევა მაგალითად არანაირად არ არის რომელიმე მხარის, რომელიმე, ესე იგი, ერის, სახელმწიფოს და ასე შემდეგ წინააღმდეგ მიმართული თავისი შინაარსით. ანუ ეს არის ანალიზი მოვლენების, სადაც ბუნებრივად შეიძლება ჩდებოდეს, ასე ვთქვათ, ვიღაც აგრესორის, ვიღაც მსხვერპლის როლი, ვიღაცა უფრო სწორი პოზიციებიდან, ვიღაცა ნაკლებად, მაგრამ ეგ სუბიექტური შეფასებების ნაწილია ამ შემთხვევაში და კიდევ ერთხელ ერთ-ერთ ვიდეოში თქვის, გააჩნია რა პრიზმიდან უყურებ, ხო? მაგალითად, რუსული იმპერიალიზმი მოსკოვისთვის, მოსკოვში მცხოვრები რიგითი რუსისთვის შეიძლება სრულიად მისაღები ფენომენია, მაგრამ არ ამგონია მისაღები ფენომენი იყოს თბილისში მცხოვრები ქართველისთვის, არ ამგონია მისაღები იყოს მით უმეტეს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეებისთვის რუსეთის იმპერიალიზმი ან აფხაზეთიდან დევნილებისთვის მაგალითად. ანუ ეს ხო შეფასების საგანი არის პრინციპში. სწორედ ამ პრიზმიდან გამომდინარეობს ჩვენი შეფასებები, ისე როგორც ნებისმიერი მოვლენა. ხო, უკრაინაში რაც ხდება, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს, უკრაინას თავისი. ახლა შენ რომლის პერსპექტივიდანაც გინდა იმ პერსპექტივიდან შეხედავ. მაგრამ ჩვენ ვუყურებთ ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, პირველ რიგში ნეიტრალურად, ანუ ჯერ ნეიტრალურად ვუყურებთ ამ ყველაფერს და შემდგომ უკვე ვცდილობთ შევხედოთ ამას საქართველოს პრიზმიდან. საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ჩვენთვის უნდა იყოს ყველაზე მაღალ დონეზე. ჩვენ თუ არ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ვინ უნდა დაიცვას? შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში ჯერ საქართველოს, ჯერ საქართველოს პრინციპით უნდა ვიმოქმედო და მე პირადად ვცდილობ და იცით გაგიზიარეთ კიდევაც, რომ ასეთ პოლიტიკურ ინიციატივას, ეს არ არის პარტია, ეს არის ინიციატივა პოლიტიკური შინაარსის, წარმოვადგენ
ჩვენი გუნდი სახელწოდება არის სწორედ ასე, ჯერ საქართველო და მე მჯერა ამ პრინციპის, რომ აი ჯერ საქართველოს ღირებულებების, ფასეულობების და ინტერესების, პრიორიტეტების და ესე იგი საჭიროებების მიმართულებით უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ ყველამ საქართველოს მოქალაქეებმა. და გადავიდეთ უშუალოდ საკითხზე, რომელიც არის ძალიან საინტერესო. გუშინ 6 ივნის პარიზში გაიმართა მსურველთა კოალიციის მორიგი სამიტი, სადაც დაახლოებით 13 ქვეყნის, ესე იგი, წარმომადგენელი, დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა და რომლის მიზანი იყო უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება უკრაინისთვის. შეხვედრაზე ძირითადი წამყვანი, ასე ვთქვათ, პირები იყვნენ ერთი მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მეორე მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და შეერთებული შტატების დელეგაცია, რომელშიც იყო სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი. და ამ სამიტის შედეგად არის სამმხრივი დეკლარაცია, ხაზგასმით აღნიშნავ, 13 ქვეყანა მონაწილეობდა, მაგრამ დეკლარაცია არა სამმხრივი, ეს არის უკრაინა, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, რომელიც ქმნის, ესე იგი, გარკვეულ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, როგორც ახლა ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრებთ. ამ საბუთის მეშვეობით ხდება დადასტურება იმისა, რომ რუსეთთან მშვიდობის მიღწევის შემთხვევაში, ანუ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი მზად არიან, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გააგზავნონ საკუთარი ჯარი. და აი ჯარის გაგზავნის მიზანი იქნება თავდაცვითი და გარანტიის მსგავსი უკრაინისთვის. თუმცა პირდაპირ აღინიშნება, რომ ეს ამ ჯარის მიზანი არ არის უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია. ზოგადად დეკლარაცია თავისთავად, რომელსაც პარიზის დეკლარაცია ქვია ახლა, ეს არის შეგვიძლია ასე ვთქვათ, გარანტიები, უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი უკრაინისთვის და საკმაოდ ბევრ საკითხს მოიცავს, მარტო ჯარის გაგზავნის საკითხი ნამდვილად არ არის. მაგრამ პირველ რიგში განსაზღვრავს სწორედ ჯარის გაგზავნის საკითხს და ესე იგი პირობებს. აქ ნათქვამია, რომ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო გააგზავნიან ჯარებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა უკვე დამყარდება, ანუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება მიღწეული. მაგის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე ეს ორი ქვეყანა აპირებს, რომ უკრაინასთან ერთად შექმნან სამხედრო ჰაბები, ანუ სამხედრო გარკვეული ცენტრები ლოგისტიკური უკრაინის მთელი მასშტაბით, სადაც უნდა იყოს დიდი შეიარაღების კონცენტრაცია და შენახვა უკრაინისთვის აი ამ სამხედრო ჰაბებში. ეს უნდა იყოს შეიარაღება, ტექნიკა, ესე იგი ამუნიცია და ასე შემდეგ, ანუ სხვადასხვა ტიპის შეიარაღება და იქ მათ შორის უნდა იყვნენ ფრანგი და ბრიტანელი სამხედროები და ეს იარაღი მიმართულია იმისკენ, რომ თუ უკრაინის წინააღმდეგ მორიგჯერზე დაიწყება ომი, რუსეთის მიერ, მაშინ პრაქტიკულად უკრაინას დახვდება მნიშვნელოვანი ტიპის შეიარაღება იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიცვან. რატომ აკეთებენ ამას და არა პირდაპირ ამ შეიარაღების გადაცემაზე არის საუბარი უკრაინისთვის? იმიტომ, რომ გარკვეულწილად რუსეთისგან თავს იცავენ იმ მხრივ, რომ ეს შეიარაღება უკრაინას არ ექნება, სანამ ომი არ დაიწყება კიდევ ერთხელ, ანუ არ განახლდება. და ამის მიზეზი არის ის, რომ პრევენცია მოხდეს გარკვეულწილად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კიდევ ერთი ომის დაწყების, თუ ეს ომი გაჩერდება და იქნება სამშვიდობო შეთანხმება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ. ამისთვის დეკლარაცია ქმნის, ესე იგი, კონკრეტულ სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის შემთხვევაშიც ამ ჯარებს შეუძლიათ მხარდაჭერა უკრაინისთვის, მათ შორის მხარდაჭერა ტექნიკის გამოყენებაში, მხარდაჭერა ტექნიკის შესწავლაში და ზოგადად უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა. პრეზიდენტმა მაკრონმა აღნიშნა, რომ საუბარი არ არის ნატოს მეხუთე მუხლის ტიპის უსაფრთხოების გარანტიებზე, ანუ ეს ჯარები იქნებიან უკრაინის ჯარის მხარდასაჭერად და არა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ან რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში რუსეთისგან თავდაცვითი ფუნქცია არ ექნებათო, რაც ითქვა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის, რომ მხარეები ასევე თხოვენ, მიმართავენ თურქეთს, რომ თურქეთმა განახორციელოს
ასევე საზღვაო კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერა, იმიტომ რომ რეალურად საუბარია სამ კომპონენტზე: სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო. საჰაერო გულისხმობს მათ შორის მხარდაჭერას თვითმფრინავების მიმართულებით F-16-ების მაგალითად, ისევე როგორც მხარდაჭერას სააერო თავდაცვის სისტემების მიმართულებით. და საზღვაოს მიმართულებას რაც გააჩნია, რაც შეეხება საქმე ეხება იმას, რომ ბულგარეთი და რუმინეთი კი არიან ნატოს წევრები, მაგრამ რა თქმა უნდა თურქეთი გაცილებით ძლიერი არის შავ ზღვაში. ამიტომ ნატოს ფარგლებში რეალურად განიხილავენ, რომ თურქეთიც მოიწვიონ აი ამ ფორმატში და თუ ეს შესაძლებელი იქნება, ამას მიაღწევენ. რამდენად იქნება ეს შესაძლებელი, ჯერ ზუსტად არ ვიცით. ამ სამხედრო ჰაბების მიზანი იქნება მათ შორის გარკვეული ბუნკერების შექმნის მექანიზმი. და ამავდროულად უნდა შეიქმნას საკოორდინაციო ფორმატი აი ამ მრავალეროვანი ძალებისთვის, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილი უკრაინაში. კერძოდ ოპერატიული შტაბი უნდა შეიქმნას პარიზში, რომელიც ამ მრავალეროვან ძალებს გააკონტროლებს. შეერთებული შტატების მთავარი ვალდებულება იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგი, რისთვისაც უნდა გამოყენებული იქნას სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალება. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ გრძელვადიან დახმარებას გაუწევენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის შეიარაღებას, ფინანსურ დახმარებას, წვდომას აი ამ შეიარაღებაზე საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას მშენებლობაში, თავდაცვითი, ესე იგი, სხვადასხვა სისტემების, ასე ვთქვათ, ზოლების, თავდაცვითი ზოლების და ასე შემდეგ მშენებლობაში. ამ ძალებს ექნებათ მათ შორის ფუნქცია, რომ დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და აქ უკვე ჩდება ვალდებულებები, რომ ახალი თავდასხმის პირობებში ეს ძალები, ანუ იგულისხმება გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი, რომლებიც არიან გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და არიან ორი ევროპის კონტინენტზე მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი ქვეყანა არის ბირთვული იარაღის მქონე, იღებენ ვალდებულებებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან დახმარება უნდა გულისხმობდეს სამხედრო დახმარებას, დაზვერვას, ლოგისტიკას, დიპლომატიურ დახმარებას, სანქციებს, ეკონომიკურ მდგენელს, ყველაფერს. ანუ ფართო გარანტიები მიეცემა უკრაინას, ოღონდ იგივე მოდელით, რაც მოქმედებს ეხლა. ანუ ეს არ არის ახალი ტიპის გარანტიები, აქ არ შემოდის გარანტია იმისა, რომ უკრაინაზე თავდასხმა გამოიწვევს ომში ჩათრებას აი ამ ქვეყნების. და როგორც გითხარით, ამ მიმართულებით არის ძირითადი გზავნილები. უნდა ითქვას, რომ ასევე მონაწილეობას იღებდა სამიტში გერმანიის კანცლერი მერცი, რომელმაც განაცხადა მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომ გერმანია აპირებს ევროპის უსაფრთხოება აიღოს საკუთარ თავზე და გერმანიას ექნება უზარმაზარი წვლილი ამ მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და ეს საკითხი ეხება იმას, რომ გერმანიას დასჭირდება საკუთარი შეიარაღებული ძალების სერიოზულად გაძლიერება ამ მიზნის მიღწევისთვის. კანცლერმა მერცმა განაცხადა, რომ სამიტზე, რომ ამას განახორციელებს და ამ ფორმატში მისი ქვეყნის, ანუ გერმანიის მონაწილეობა იქნება დადასტურებული მხოლოდ და მხოლოდ ბუნდესტაგის თანხმობის შემთხვევაში. ამიტომ გერმანია უკვე წავა და ბუნდესტაგში განიხილავს აი ამ საკითხს და ვნახავთ როგორი მიდგომა ექნება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, წინსვლა, თუმცა არ არის საკმარისი. სწორი განცხადება გააკეთა, ნამდვილად ეს არის კარგი, მაგრამ არ არის საკმარისი. ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია და კირ სტარმერმა იქვე განაცხადა, რომ ეს არის ნაბიჯი წინ, მაგრამ კიდევ გველისო ნაბიჯები. აი კიდევ რა ნაბიჯები, ეგ არის მთავარი ამბავი და ყველაზე საინტერესო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკურ პარტიებს დაელაპარაკოს ესპანეთში, რამდენად ესპანეთს შეუძლია მონაწილეობის მიღება ამ ფორმატში. ეს ძალიან საინტერესო. და რაც შეეხება სტივ ვიტკოვს, იმან საკმაოდ დადებითად შეაფასა ზოგადად ეს პროცესი და ასე ვთქვათ, მხარდაჭერა გამოუცხადა აი ამ პროცესს და თქვა, რომ შეერთებული შტატები ამაში აქტიურად მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა ხელს არ აწერენ კონკრეტულად იმ ნაწილს, რომელიც გულისხმობს ძალების
გაგზავნას. ანუ შეერთებული შტატების ფუნქცია იქნება კონცენტრირებული ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგზე, რაც არბიტრის როლი ექნება დაახლოებით და ევროპელებზე რჩება მთელი ტვირთი. მეც ვფიქრობ, ეს ზოგადად სწორი სტრატეგია არის შეერთებული შტატების მხრიდან, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებში 350 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ევროპაში ცხოვრობს 500 მილიონი ადამიანი. და რატომ უნდა შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყოს ევროპის უსაფრთხოება ესეთ ლოკალურ მასშტაბში უკრაინაში, გლობალურში ცხადია ბირთვული იარაღი და ასე შემდეგ უზრუნველყოფს ნატოს ფარგლებში, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა აიღონ. ანუ ეს არის პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი და ზოგადად მე ამ პოლიტიკას ლოგიკურს ვთვლი, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება ძლიერი ევროპა. და ევროპა უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოების მათ შორის და არა მხოლოდ მთელი ევროპის უსაფრთხოების. რუსეთი რა თქმა უნდა უკმაყოფილო არის, იმიტომ რომ ბევრჯერ აცხადებდა, რომ არანაირ ძალებს, უცხო შეიარაღებულ ძალებს არ შეეგუება უკრაინის ტერიტორიაზე. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ეს რუსეთისთვის გახდება საბაბი, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე ზოგადად უარი თქვას, იმიტომ რომ ეს შეთანხმება ამოქმედება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. და რეალურად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს ნაკლები მოტივაცია აქვს ეხლა, რომ შეწყვიტოს ცეცხლი. თუმცა მეორე მხრივ მოტივაცია აქვს, იმიტომ რომ ფრონტზე მდგომარეობა არ არის სასიამოვნო რუსეთისთვის ნამდვილად და თუ გულაიპოლეს მიმართულებით წინსვლა აქვს რუსეთს, კუპიანსკი მთლიანად დაკარგა და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო კვირების განმავლობაში კუპიანსკი გაათავისუფლეს. ამიტომ ვერ იტყვი, რომ რუსეთს აქვს ძალიან ასე ვთქვათ, წარმატებული მდგომარეობა ფრონტზე, ვერ ვიტყვი საერთოდ მაგას, წარმატებული მდგომარეობა არ არის. ფრონტზე მდგომარეობა არის ძლიერი, თუმცა უპირატესობა ამას პირდაპირ ვამბობ, ამ მომენტისთვის გააჩნია რუსეთს და ბოლო თვეების და პერიოდის, აი თუ ავიღებთ ფართო პერიოდსაც, ხო, ბოლო წლებს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იქ ცალკე მომენტები იყო, მაგრამ 2025 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკულად რუსეთის უპირატესობით მიმდინარეობდა უკრაინაში ფრონტის ხაზზე. თუმცა თუ გადავხედავთ ტერიტორიულად რამდენად წინსვლა ჰქონდა, ეს უმნიშვნელო წინსვლა იყო, ძალიან მცირე და რეალურად რამდენიმე მცირე ზომის ქალაქის და რამდენიმე ათობითი სოფლის აღების ანუ გარდა არაფერი სტრატეგიული მიღწევა მანდ არ იყო და არანაირი სტრატეგიული მიღწევის პირობებში ეს ვერ ჩაითვლება წარმატებად, იმიტომ რომ რუსული ეკონომიკის მდგომარეობა ჩვენ ასევე შევაფასეთ და გრძელვადიანად რუსეთს ეს ომი კიდევ უფრო რუსეთისთვის რთული ხდება და არა უფრო მარტივი და მსუბუქი. რეალურად ეს საინტერესო მექანიზმია ახლა რასაც ქმნიან, თუმცა კიდევ ერთხელ ეს არ არის საკმარისი, ეს არის გარკვეული ბაზისური მექანიზმი, არის პოზიტიური, რომ ამ მიმართულებით არის წინსვლა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაინც ეს არის და კირ სტარმერს ვეთანხმები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ წინ კიდევ და პირდაპირ თქვა მტკივნეული ნაბიჯები, რთული ნაბიჯები გველოდება. ანუ საუბარი იმაზე, რომ კეთილი, აი ეს ჯარები განლაგდა უკრაინაში ცეცხლის შეწყდა და რუსეთი რაღაც პერიოდის შემდეგ იწყებს ომს. ეს ჯარები რას აკეთებენ? კარგი, არ ერთვებიან ომში დავუშვათ. მათ თუ აიღეს სამიზნეში, ანუ თუ დაბომბა რუსეთმა ეს ჯარები, ბრიტანული და ფრანგული ჯარები, რას აკეთებენ? საერო თავდაცვა იქნებათ, რომ საკუთარი თავი დაიცვან? თუ არ ექნებათ, თუ მათ დაბომბავენ, ჩაერთვებიან ომში, თუ არ ჩაერთვებიან. ომი რომ დაიწყოს, წავლენ უკრაინიდან, თუ დარჩებიან. თუ დარჩებიან, რას გააკეთებენ? მოკლედ, რეალურად ამ შეთანხმების უდიდესი ნაწილი არ არის ჯერ გასაგები. ან ძალების რაოდენობა, ხო? ეხლა საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეიძლება რამდენიმე ათასი, ანუ ათასობით ჯარისკაცი იყოს. იცით, ათასობით ჯარისკაცი შეიძლება იყოს 1000-იც, შეიძლება იყოს 9000-იც და პრინციპში ათასობით კონტექსტში შეიძლება 900.000-იც გათვალო, თუ 10.000-ობით და 100.000-ობით კონტექსტში 1000-ითიც ჩასვი. გაურკვეველია, ხო, მილიონამდე არ მიდიხარ, იმიტომ მილიონობით უკვე სხვა რიცხვები არის, მაგრამ 1000-ობით გააჩნია პოლიტიკურად რაც გულისხმობ. ამიტომ გაურკვეველია რაოდენობა და ფარებით თვითონ ამბობენ, რომ არ ვიცით ზუსტი რაოდენობა რამდენი იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს გარკვევა ზუსტად ეს რა ტიპის ასე ვთქვათ, ვალდებულებებს მოიცავს რეალურად და რა ტიპის ფორმატს. ან შეიძლება უკეთესი ფორმატის მოფიქრება, მაგრამ ეს არის მინიმალური ბაზა.
ვფიქრობ, რომ ამ თემის განხილვა იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი, ზოგადი ტიპის ინფორმაცია მოგაწოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.